შემოგვეხმიანა ბატონი დავით ქობალია, ცნობილი პუბლიცისტი და ჟურნალისტი, თბილისის კრწანისის რაიონის პრეფექტი 1991 წლიდან, ვფიქრობ დღემდე, რადგან კანონიერი ხელისუფლება არსად არ წასულა. საინტერესო ინფორმაცია და ვფიქრობ, რომ ეს თქვენც დაგაინტერესებთ. ეს ინფორმაცია, რომელსაც ახლა ამ წუთას გავახმოვანებ. დავით ქობალია, ის რაც აქამდე არ თქმულა. ომი მაშინ დამთავრდა აფხაზეთში, როცა ედუარდ უხსენებელმა ქართული მხარის განიარაღებას და საბრძოლო ტექნიკის გამოყვანას მოაწერა ხელი და პირნათლად შეასრულა რუსებისა და აფხაზი სეპარატისტების წინაშე დადებული პირობა. ქართველებს ის სანადირო თოფებიც არ დაუტოვეს თაობიდან თაობას რომ გადაეცემოდა და ოჯახში რელიქვიად ინახავდნენ. ომი მაინც გრძელდებოდა, რადგან ედუარდ უხსენებელს მაშინდელ საქართველოში 1000 ცოცხალს ერთი მკვდარი ერჩივნა. ყველასთვის ცხადი იყო, ვინ იყო ის ერთი სასიკვდილოდ განწირული ქართველი. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ჩემი დაბრუნება სოხუმიდან თბილისში და ბატონი რომან გვენცაძესთან შეხვედრა. შეგახსენებთ, რომ რომან გვენცაძე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. ჩემთვის უცხო არ იყო ასეთი შეხვედრები ბატონებთან რომან გვენცაძესთან, ვახტანგ გვარამიასთან. ისინი მაშინ ეწყობოდა, როცა განსაკუთრებულად საშიში აქცია იგეგმებოდა ხელისუფლების მხრიდან სამეგრელოში და სასწრაფოდ უნდა შეგვეტყობინებინა ამის შესახებ მათთვის. ბატონ ლოთი ქობალია და მას დაქვემდებარებული ეროვნული გვარდია იყო ერთადერთი ძალა, რომელსაც შიდა სამთავრობო სადამსჯელო ექსპედიციები შეეძლო გაეჩერებინა, რომლებიც 1992 წლიდან ეწყობოდა სამეგრელოში. ერთმანეთის მოკითხვის და სამეგრელოს ამბების მოყოლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩემთან შეხვედრა სხვა საქმისთვის იყო გამიზნული და კითხვაც ამას მოჰყვა. ზიბერტ ხაზალიას თუ იცნობ, მკითხა ბატონმა რომანმა. ცნობით არ ვიცნობ, მაგრამ ბატონი გრიშა ქობალიას სახლიდან გატაცებულებში ერთ-ერთი რომ იყო ვიცი მეთქი ვუპასუხე. ზუსტად იმაზე გელაპარაკები, ბატონი ზიბერტიც დაუსწრებლად გიცნობს, შენ მას უნდა შეხვდე და საინტერესო ამბავს მოგიყვება. ამ საღამოს ტელეფონის ზარს დაელოდე და შეხვედრის მერე მე შემეხმიანეო. სატელეფონო საუბარი დანიშნულ დროს შედგა. მეორე დღეს კი ბატონი ზიბერტის სახლის ვერანდაში ვიჯექით. ხან მოკლე, მაგრამ უაღრესად სერიოზული და თბილი საუბრის შემდეგ, რომელიც ბატონის ზვიად გამსახურდია საქართველოში შესაძლო დაბრუნებას ეხებოდა. ქვეყნის უშიშროების სამსახურის გენერალი ზიბერტ ხაზალია ამ განზრახვას მოუმზადებლად და არადროულად მიიჩნევდა. ჩემთან შეხვედრა კი ამ ინფორმაციის ზვიადის ყურამდე მიტანას ისახავდა. უფრო დაწვრილებით ამის შესახებ კიდევ ერთი შეხვედრა იყო სასურველი და იგი უშიშროების პოლკოვნიკ ბატონ მამია ალასანიასთან უნდა შემდგარიყო. შეხვედრას სენაკის კომენდანტი პოლიციის პოლკოვნიკი ბატონი გრიშა შონია მოაწყობდა, რომელსაც ახლოს ვიცნობდი. ასე დავშორდით ერთმანეთს. 2 დღის შემდეგ სენაკში თეატრის შენობაში განთავსებულ შტაბში შედგა ჩვენი შეხვედრა, სადაც ერთი ღამე აფხაზეთის ომზე, ქვეყნის პრობლემებზე, სახელმწიფო გადატრიალებაზე, ედუარდ უხსენებლის შეცდომებზე თუ შეგნებულად ჩადენილ სახელმწიფო დანაშაულებზე საუბარში გავატარეთ. რომ იტყვიან, ერთმანეთის კარგად გაცნობის შემდეგ ჩემთვის მთავარ საკითხს, ბატონის ზვიად გამსახურდიას საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობასაც მივადექით. სანამ ამ საკითხზე ვისაუბრებდით, მინდოდა მეკითხა, რატომ გადაწყვიტეს ქვეყნის უშიშროების და უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებმა ჩემთვის გაენდოთ მათი ნააზრევი. მაგრამ ეს არ დამჭირდა. მიმიხვდა ჩემს ნაფიქრალს და უთქმელ კითხვაზე პასუხი მოკლე მონოლოგში გამოხატა. მოულოდნელი და გასაკვირი არ უნდა იყოს, რასაც ახლა მოგიყვები. ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით ეროვნული მთავრობის წარმომადგენელთა მოძრაობას და მოქმედებებს გასული წლის 6 იანვრიდან მოყოლებული განსაკუთრებით აფხაზეთში ომის დაწყების შემდეგ. ემოციები და სამწუხარო ეიფორიები არც ერთ მათგანს არ აკლია, რაც სამშობლოს სიყვარულით მინდა იყოს გამოწვეული. სამწუხაროდ ყოველთვის ასე არ ხდება. არც ის უნდა იყოს უცხო, კარგი თუ უმეტეს შემთხვევაში ცუდი ამბები უფრო ადრე ჩვენთან მოდის, ვიდრე მის ადრესატებთანო. რასაც ახლა ვიტყვი, ისედაც ყველა მიცის. სამეგრელოში რომ ბატონის ზვიადის ჩამოსვლას ელოდებიანო. ხალხის და მათი აღფრთოვანების ჩვენ კარგად გვესმის, მაგრამ ასე სპონტანურად და მოუმზადებლად ამისი გაკეთება არ შეიძლება.
ერთი გაუთვლელი დეტალის გამო იგი შეიძლება დამღუპველი გამოდგეს არა მარტო ბატონი პრეზიდენტისთვის, არამედ ქვეყნისთვის ზოგადადო. არ იყო მარტივი ვისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი მოსაზრება ამ თემაზე, რადგან მისი უკონტროლოდ გავრცელება ასევე საზიანო შეიძლება გამოდგეს ქვეყნისთვის, ამიტომ შევჩერდით თქვენზეო. სამწუხაროდ არჩევთვის აღმოჩნდა ადვილი ამ ამბის ადრესატამდე მიტანა. იგივე ვერ შევიძელი, რადგან აფხაზეთში უკიდურესად დაიძაბა მდგომარეობა, ზუგდიდი და სამეგრელო ივსებოდა სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ხალხით, რომელთა უმრავლესობა საჭიროების შემთხვევაში საკუთარი ოჯახის წევრებს ვერ შემოიკრებდა გარშემო. განსხვავებული აზრის მომსმენი არც უცხო იყო და არც შინაური. მოვლენები კი ელვისის სწრაფით ვითარდებოდა და იცვლებოდა. დანარჩენი ამ მოვლენების უშუალო მონაწილის ბატონი ლოთი ქობალიას საუბარში იხილეთ და მოისმინეთ. გვიყვება ბატონი დავით ქობალია, პუბლიცისტი და ჟურნალისტი, თბილისის კრწანისის რაიონის პრეფექტი.